ეთერშია გადაცემა ბიზნესის დროს სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. კახეთში კომპენსაციებით უკმაყოფილო გლეხების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დილიდან აქციები მიმდინარეობდა ყვარლის რაიონის სოფლებში, გავასსა და ჭიკაანში, ასევე გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში. ადგილობრივები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც კარდენახის სტიქი დაზარალებულ ზონად არ გამოცხადდა და საბანკო კრედიტების გადავადებასაც ითხოვენ. სოფლების მოსახლეობის ნაწილი კი ზარალის დამთვალ კომისიას არაობიექტურებაში ადანაშაულებს. 2011 წელს ავიღე ფინტაბანკიდან აგროსესხი მოსავლის მოსაყვანად იმცვალე. მოვიდა სტიქია მაისიდან მოყოლებული სამივე სეთქვა მზედ გადაიარა, არანაირად არაფერი არ გადაგურჩა. ჩემ გარდა არის 93 კაცი სხვა, რომელიც არის დაზარალებული. ვითხოვთ გადავადებას. ხელა წყალდიდობა იყო ღამე სეთქვა თანდართული წყალდიდობით ერთი 100 ადამიანზე მეტი ისე დაიტყორა, რომ საერთოდ ეხლაც კი ვერაფერს ვერ მოიყარენ. მრავალწლიანი ნარგავები დაეტყორა. მეორე სტიქია ის ცნობილი თელავის ამბები რო იყო მაშინ მოხდა ივნისში და მესამე აგვისტოში. ვსვამთ კითხვას ძველი ხელისუფლების დროს სად გაქრა ის სიები, რატომ არ გამოცხადდა სოფელი სტიქიის ზონა? ვიცი ბრალია. მარტო ზოგმა ყულები და ჩაატერინა, ყულები და მიიღეს ყულები. 60 ლარი ავიღე. ნაკვეთი მარტო ვენახი ჩამიწერეთ. ხილი არ ითვლება. მოვითხოვს ახალ კომისიას ხელმეორედ შემოწმდეს ის ყველა ადგილი, ვისი რა იყო და როგორ გასცეს თანხა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოსახლეობის საკითხს ხელახლა შეისწავლიან. გადაცემა ბიზნესის დროს სტუმარია და ჩვენს კითხვებს უპასუხებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. ბატონ დავით, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით გადაცემაში. რაც შეეხება ჩვენ მოვისმინეთ ის პრეტენზიები, რომელიც აქვთ კახეთის მოსახლეობას, კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ, ასევე არის დღეს დაემატა კიდე კარდენახის მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ ისინი საერთოდ არ არიან სტიქით დაზარალებულთა შორის არ განიხილებიან. როგორია ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს. მინდა ვთქვა, რომ პროცესი, რასაც ქვია სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა, საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა. მე პატარა განმარტებას გავაკეთებ, როგორ მიმდინარეობდა პროცედურები. ეს დათვლა არ მომხდარა კაბინეტებში, ოთახებში არავინ არ დამჯერა. იყო შექმნილი საგანგებო კომისია. შექმნილი იყო საგანგებო კომისია. 97 ჯგუფი იყო, რომელმაც ყველა სოფელში, ყველა მოსახლესთან ადგილზე ჩაატარა აღწერა, იყო სპეციალურად წინასწარ შემუშავებული კითხვარები, რომელიც ივსებოდა, სადაც მოცემული იყო პიროვნების სახელი, გვარი, მისი პირადი მონაცემი, ჩამონათვალი იყო გაკეთებული იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურისა რისი ზიანიც მან მიიღო. შემდგომ არსებობდა ჩვენთან სპეციალური საშუალო მოსავლიანობის შესახებ ცხრილები, მაჩვენებლები. ეს ანკეტები შეყვანილი იქნა კომპიუტერში, დათვლილი იქნა თითეული ოჯახის მიხედვით სულ 28500 ოჯახზე ცალ-ცალკე ოჯახების მიხედვით მიყენებული ზიანი. ამას გამოაკლდა 500, 1000 და 1500 ლარი, ანუ ის კომპენსაციები, რაც ჯერ კიდე წინა ხელისუფლების პირობებში გაიცა ამ ადამიანებზე და დარჩენილი სხვაობა არის დაახლოებით 95 მილიონი ლარი, რომელიც კომპენსაციის სახით უნდა დარიგდეს ამ მოსახლეობას. დარიგების პროცესი, ანუ ჩვენ დაახლოებით 2 თვე ვაკეთებდით ამ აღწერას, მონაცემების კომპიუტერულად დამუშავებას და ასე შემდეგ, რომლის შემდეგაც დავიწყეთ კომპენსაციების გაცემა. სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა, წინა ხელისუფლების დროს გაცემული თანხები, აი ძალიან აქტუალური იყო ეს 12 ლარის თემა, რომელიც თითქმის ყველა ტელევიზიამ ატრიალა ეს, როდესაც ერთ-ერთი დაზარალებული კახელი ამბობს, რომ მხოლოდ 12 ლარი აიღო. ეს ხომ არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომელმაც უკვე აიღო წინა მის დათვლილი ზარალი შეადგენდა 1512 ლარს, მას 1500 ლარი უკვე მიღებული ჰქონდა და დარჩენილი იყო სხვაობა 12 ლარი, ანუ სისტემა კომპიუტერულმა როცა დაითვალა ეს ყველაფერი, მოგცა სხვაობა 12 ლარი, რომელიც მას უნდა მიეღო. ჩვენ ხელოვნურად ამ სისტემაში რაიმე ჩარევას და რაღაცა მანიპულირებას არ გავაკეთებდით, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი მუშაობის სტილი. ჩვენი მუშაობის სტილია წესრიგი, სისუფთავე, რაც შეიძლება
ყველაზე მაქსიმალურად გამჭვირვალობა პროცესებისა. ჩვენ სიები ვებგვერდზე გვიდევს იმის მიხედვით, როგორც გადაეცემა ეს ბანკ ხართუს კომპენსაციების გასაცემა, ოღონდ იქ არ არის მითითებული თანხა, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით შეუძლებელია გამოაქვეყნო კონკრეტულ პირზე გასაცემი თანხის მოცულობა. იმიტომ რომ ეს განეკუთვნება პიროვნებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომელიც ამის ანონიმურობა დაცული უნდა იყოს. ერთი კითხვა მექნება კიდევ, აი მაგალითად გუშინ ჩვენს ტელეარხზეც გავიდა სიუჟეტში, ლაგოდეხში მაგალითად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს უთქვავს იქ დაზარალებულებისთვის, რომ მხოლოდ დასეტყვილ ოჯახებს, ანუ ვისაც დაესეტყვა ვენახი, მხოლოდ მათზე გაიცემოდა ეს კომპენსაცია, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს? ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, ანუ 3 სტიქია იყო, სეტყვა იყო ძირითადი ნაწილი, თუმცა შეუძლებელია გამოაცალკევო ერთმანეთისაგან სეტყვა და ამავდროულად არსებული ქარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოცემული სოფლები, რომელზეც ვრცელდებოდა ეს სტიქია, ანუ რომლებიც იყვნენ სტიქიის ზონაში და ამ სოფლებში გავაკეთეს სწორედ სამუშაო ჯგუფი. ახლა გუშინ რაც იყო ლაგოდეხში გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ჩვენი გაუგებრობა, კომუნიკაციის ნაკლებობა, ინფორმაციის ნაკლებობა თუ შეგნებულად პროცესების მოდით რა, ლაგოდეხზე როცა ვსაუბრობთ, იქ პატარა ხარვეზიც იყო, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გადავხედოთ არსებულ რამდენიმე მონაცემს. რაც შეეხება ზოგიერთ სოფლებში ხალხი გამოვიდა გარეთ მაშინ ჯერ კიდე როცა კომპენსაციები არ იყო გაცემული, ანუ წინასწარ ვეტყობა, ასე ვთქვათ, არ ვიცი რა ინფორმაცია ან ვინ ამოძრავებდა ამ ხალხს, მაგრამ რაღაცა პრევენციის მიზნით როგორც ჩანს ვიღაცეები წინასწარ გამოვიდნენ. არის შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, სოფლების გარკვეული კატეგორია არ შედის სტიქიის ზონაში და ისინი ითხოვენ ესეთ შემთხვევაში კომპენსაციების გაცემა. ჩვენ მთელი 2 თვე, როცა ეს ადამიანები დადიოდნენ სოფელ კარდაკარ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებდით პარალელურად, რომ ვინმე არ გამორჩენილიყო. ჩვენ და სამწუხაროდ ვიღაცებს ახლა გაახსენდათ, რომ რაღაცა ან ბოლომდე ვერ მიაწოდეს ინფორმაცია აღწერის ჯგუფს ან რაღაცა გამორჩათ ან ადგილზე არ იმყოფებოდნენ და სამწუხაროდ ახლა ამ დღეებში მოდის განცხადებები, მაგრამ ამას ვერ ვითვალისწინებთ. გასაგებია. ნაბუნებრივია მუშა პროცესია და მუშა პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია არის ის, რომ ინდივიდუალურად თითო ადამიანი არ დადიოდა ამ აღწერის პროცესში, დადიოდა ჯგუფის წევრებს ყველას ხელი აქვს მოწერილი ამ დოკუმენტზე და ხელს აწერდა ასევე დაზარალებული ადამიანის ეს ყველა მონაცემი ინახება, რა თქმა უნდა. გასაგებია, მოდით გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, ჩვენ რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პრობლემის მოგვარების გზას. გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია გახლავთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ისე დავით, ერთი ასეთი კითხვა მექნება თქვენთან. წინა მთავრობამ გაცილებით ნაკლები კომპენსაციები გადაუხადა დაზარალებულ მოსახლეობას. საუბარი იყო 1500 ლარზე, თუ არ ვცდები მაქსიმალური რაოდენობა კატეგორიებად დაიყო, თუმცა ასეთი გამოსვლები მაშინ არ ყოფილა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას მიაწერთ დღეს, რომ გამოსვლებია უფრო მეტი თავისუფლება აქვს ხალხს თუ ერთი რომ თავისუფლება აქვს და ასე ვთქვათ, არავინ მათ არ სდევნის იმის გამო, რომ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და დააყენონ თავიანთი მოთხოვნები, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესეთი რამ და ამის საშუალება მაწინა ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არ ჰქონდათ. თუმცა მეორე, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ გარკვეული თვალსაზრისით ზოგიერთი კატეგორია ამ ადამიანებისა არის პროვოცირებული. ამიტომ მე ამ ადამიანებს უწოდებდი იმისკენ, რომ ჯერ დაველოდოთ პროცესებს, ანუ ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და 25%-იც არ არის გაცემული ამ კომპენსაციებისა, რაც უფრო ასე ვთქვათ, წინ წავიწევთ და უფრო მეტ კატეგორია ადამიანებისა მიიღებს კომპენსაციებს, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი კმაყოფილი ადამიანი გვეყოლება. ძალიან ბევრი კმაყოფილი ადამიანი გვეყოლება იმის გამო, რომ ჩვენ პროპორციულად მათი ზიანისა
გამსაზღვრეთ კომპენსაციების მოცულობა და არა მოჭრილი ფორმით და არა ისე რომ ყველა მიიღოს ერთნაირი მოცულობა. აქედან გამომდინარე ჩვენ დაახლოებით 1 თვე ოდნავ მეტი დაგვჭირდება იმისათვის რომ გაცემის პროცესი წარიმართოს სრულყოფილად და დასრულდეს ეს გაცემის პროცესი და თქვათ თუ ამის მერეც იქნებიან ადამიანები ვინც შესაძლოა დაახლოებით რამდენი ადამიანია ვისი საკითხის ხელახლა გადახედვასაც გეკმავთ როგორც გაკეთდა განცხადება კომისია ხელახლა გადახედავს და კიდევ ერთი ეს არ იქნება დიდი კატეგორია და დიდი მასა საუბარი არის შედარებით უფრო მცირე კატეგორიაზე ვინც გამოთქვა უკმაყოფილება გადამოწმებული ესე არ არის რომ გაკეთდა აღწერა და მონაცემები კომპიუტერში შევიდა შერჩევითი გადამოწმებაც გაკეთებულია აქამდე ამასთან დაკავშირებით რომ თქვათ აღებულია კითხვარები გადამოწმებულია თქვათ ოჯახების მიხედვით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და ასე რომ დიდი კატეგორია წესით არ უნდა იყოს ესეთი და ასე თქვათ საბოლოო ჯამში 95 მილიონი ლარი რომელიც განაწილდება ამ სოფლებზე და 28500 ოჯახზე საერთო ჯამში მაინც საკმაოდ კმაყოფილი კატეგორია უნდა მივიღოთ ამ ადამიანების. ეს არის მაქსიმუმი რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ პირობებში. საპროტესტო აქციის მონაწილეები კომისიას ადანაშაულებენ არაობიექტურობაში და ითხოვენ რომ შემადგენლობა გადაიხედოს. რამდენად დადგება ეს დღის წესრიგში დღესდღეობით? იქ სადაც დადგება აუცილებლობა იმისა რომ მთლიანად გადამოწდეს თქვათ რომელიღაცა სოფელი რა თქმა უნდა იქ კომისიის შემადგენლობა გაძლიერდება ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების დონეზე იმყოფებიან და ისინი მონაწილეობენ ამ პროცესებში. იქ სადაც საჭიროება დადგება ამისა გადახალისდება ჩემი პირველი მოადგილე რომელიც კომისიის ხელმძღვანელი იყო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სამუშაო ჯგუფებთან ყოველდღიურ რეჟიმში თვალყურს ადევნებს კომპენსაციების გაცემის პროცესს და ასე შემდეგ. იქ სადაც რაიმე სახის ხარვეზი შეიძლება აღმოჩნდეს და ამის გამოსწორება შეიძლება იყოს საჭირო. თუნდაც ერთი ხარვეზები თუ აღმოაჩინეთ, აი მას შემდეგ რაც დაიწყო ასეთი ხმაური და დაიწყეთ ხელახლა ამ საკითხის შესწავლა. ჯერჯერობით არსებითი ხარვეზი არაფერი არ არის აღმოჩენილი გარდა იმისა რომ თქვათ დამატებით ხდება გადამოწმება ოჯახებისა არ არის ისეთი ოჯახი აღმოჩენილი სადაც არავინ არ ყოფილა არ არის აღმოჩენილი ისეთი ანკეტა სადაც ხელი არ არის ხელმოწერილი და ასე შემდეგ ჩაწერილი და ასე შემდეგ სულადობის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს თავარია რა მოცულობის მიწა იყო თავარია რა კულტურა მოყავდა იქ და ასე შემდეგ საიდან გამომდინარეც იქნა დათვლილი ზარალის მოცულობა კიდევ ერთი მოთხოვნა რომელმაც დღეს გაიჟღერა ეს არის სოფელ კარდენახის მაცხოვრებლების მხრიდან ისინი აპროტესტებენ იმას რომ მათი სოფლის შეტანა სტიქის ზონაში საერთოდ არ მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა ეს სოფელი შეტანილი ჯერ კიდე ასე თქვა წინა ხელისუფლების პირობებშიც როცა დაიწყო კომისიებმა მუშაობა ის არ შედიოდა ამ ზონაში რომელმაც ამ სტიქიით მიიღო ზიანი რამდენადაც მე ვიცი თუმცა დღეს ჩვენები მაინც ახდენენ გადამოწმებას ამ ინფორმაციის რასთან გვაქვს საქმე და როგორ არის ვითარება ჩემი პირველი მოადგილე კურირებს ამ საკითხის ახლაც სამუშაო რეჟიმში იმყოფება ასე რომ ეს საკითხი დღევანდელ დღეს იხილება ზუსტად კიდევ ერთი კითხვა ზოგი მაგალითად აცხადებს რომ ანუ ზოგი აპელირებს იმით რომ წინა სტიქიებით და ეს მხოლოდ ეხება ივნისში მომხდარ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხო? არა მხოლოდ ივნისი სამი სტიქია რომელიც მოხდა აგვისტოს სტიქიის ჩათვლით ამაზეა საუბარი გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა როდის დაიწყება კომპენსაციების გაცემის მეორე ეტაპი ახლა როგორც ვიცით კომპენსაციების გაცემა ეს ალბათ აინტერესებს იმ ხალხს კომპენსაციების გაცემა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ანუ ჩვენ ეტაპობრივად დაყოფა გავაკეთეთ იმის გამო რომ უსაშველო რიგები არ დამდგარიყო კომპენსაციების აღების დროს პარალელურად ხდება ანგარიშების გახსნა, თანხის დარიცხვა და ამ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და გამოიტანონ ანგარიშებიდან თავიანთი კუთვნილი კომპენსაცია. გამოსთან დაკავშირებით პროცედურები ისევ ისეთივე უცვლელია. პროცედურები უცვლელია, პროცედურები მარტივია და რაც ყველაზე მთავარია საკომპენსაციო ბანკი ქართო არ ახდევინებს ამ ადამიანებს თანხის გამოტანის დროს. ბატონო დავით, აი ეს თემა რომ ბოლომდე ამოვწუროთ, აი რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან ქუჩაში?
და აპროტესტებენ იმას, რომ უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ გამგეობებში არსებულ ჯგუფებთან, როცა მათ კონკრეტული, ასე ვთქვათ, პრეტენზია აქვთ რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ან თვლიან, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს მათი საკითხი. ახლა გზის გადაკეტვა და სხვა ფორმები, ჩემის აზრით, როცა ჯერ კიდე პროცესი მიმდინარეობს, არ არის დასრულებული გაცემა და გაცემა მხოლოდ ახლა დაიწყო ესეთ პირობებში, მაინც და მაინც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ამიტომ მე მაინც უფრო მოუწოდებ ამ ადამიანებს სიმშვიდისკენ, მოუწოდებ იმისკენ, რომ პროცესი წავიდეს უფრო მეტად. თუ შეუძლიათ, რომ თქვენ მოგმართონ იმ შემთხვევაში, თუ კი არ მიიღეს დამაკმაყოფილებელი რასაკვირველია, შემოდის ჩვენთანაც განცხადებები და მინისტრის მოადგილესთან არსებული სამუშაო ჯგუფი ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, სწავლობს. ასევე ჩვენი წარმომადგენლებიც არიან მუნიციპალიტეტებში, ადგილებზე, რომლებიც ასევე იხილავენ ამ საკითხებს ჩვენთან კოორდინაციით და შეთანხმებით. კიდევ ერთი კითხვა მექნება, ბოლო კითხვა, ოღონდ განსხვავებულ თემაზე. იმ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება და ანონსება, უფრო სწორად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, რომ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ გაიზრდება უმუშევრობა და თქვენი შეფასება რომ გააკეთოთ და დააფიქსიროთ თქვენი როგორც ოფიციალური პირის პოზიცია. მე ვერ ვეთანხმები იმას და მაგ ამის არგუმენტებიც და შესაბამისი მონაცემებით. ჩვენ გვაქვს 901 მილიონი ლარი 2013 წლის ბიუჯეტი, საიდანაც ძალიან მცირე სულ რამდენიმე მილიონი ლარი არის ადმინისტრაციული ხარჯები, სხვა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტებია. დაახლოებით 500 მილიონამდე ლარი განსაზღვრული არის სხვადასხვა სახის გზების რეაბილიტაციაზე, როგორც ახალი გზების დაგებაზე, ასევე მოქმედი გზების განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 180 მილიონამდე ლარი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზეა განსაზღვრული, 130 მილიონი ლარი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზეა და დამატებით 28 მუნიციპალიტეტი ავიღეთ ჩვენ წელს გარდამავალი მუნიციპალიტეტებისა და სამუშაოების როგორც 2012-დან 2013 წელს გადმოდის. ასე რომ დაახლოებით 180 მილიონი ლარით მეტის დახარჯვის საშუალება გვეძლევა, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი კუთხით რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერება, შეფერხებას არ დაექვემდებარება და შესაბამისად უმუშევრობის გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებიდან გამომდინარე მოსალოდნელი ნამდვილად არ არის და ჩვენი მხრიდან ისევე როგორც ბევრი სხვა თვალსაზრისით რაიმე სახის შეფერხებებს ნამდვილად არ უნდა გავუდოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ მობრძანდით და დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხეთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ უმწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებს მართავს კახეთში. ჩვენ ministrisგან მოვისმინეთ განმარტებები იმის შესახებ, თუ რას გეგმავს მთავრობა და როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. მადლობა ბატონ დავით, გისურვებთ წარმატებებს. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე განსხვავებული თემით დავბრუნდებით.